აგერ გვაქვს ჩვენი ფლიუგეს მულტიმეტრი, ტესტერი ეგრეთ წოდებული. ეს ახლა გემზე თითქმის ყველგან ვიყენებ ამას. იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი safety, რასაც იტყვიან, მისი ყველა დაცვით და ძვირადღირებული ხელსაწყო digital multimetri. აი ჩვენ ახლა ვნახოთ. აი ნახეთ სრულად დენის გაზომვა, მუდმივი დენის გაზომვა, მილივოლტის სრულად მუდმივი პულსირებული დენის გაზომვა, აი აგერ აღნიშნები აქვს ნახე, აი აგიც მუდმივი დენის გაზომვა, ვოლტი და პულსირებადი დენის გაზომვა აქვს სრულად დენი, აი აქაც ეს ახლა ჩვენ წინაღობა იქნება რაზვონგას რო ეძახიან ის იქნება თუ რაც იქნება, ამით შევამოწმებ დიოდი თუ რაც იქნება, ხო? აი აგერ კონდენსატორს შევამოწმებთ, აგერ ამპერაჟს გავზომავთ, სრულად ოღონდ შეხედეთ ახლა აი რო გაჩვენოთ ხომ და ვოლტაჟი ეს წინაღობა თუ რაც იქნება, შეგვიძლია ჩვენ გავზომოთ 1000 ვოლტი. ანუ 1000 ვოლტი. შემდეგ ყველას აქვს რას ვზომავთ, აი ნახეთ. ეს რო გამოვაძლოთ. აი ნახეთ, ამპერი, 10 ამპერი ჩვენ დაცვა გვაქვს, ფიუზ აწერია, 400 მილიამპერი ფიუზ აწერია, ხო? აი ყველა ამპერი გვინდა, ანუ ამის და ამის შორის ვიღებთ. აი ნახეთ, დახაზები ამის და ამის შორის. ხომ ეს არის საერთო common გამოსვლა ამპერაჟი. ახლა ამით დიდ ამპერს ვერ გავზომავთ, ეს არ არის ამპერმეტრი. ამით პატარა ამპერს გავზომავთ, ჩვენ შეგვიძლიათ მიმდევრობით ჩართვის დროს დიდ იმას შემდეგ გაჩვენებთ როგორი ზომება. აი ესეც ამპერაჟი სრულად მუდმივი პულსირებადი დენის, მილიამპერი ესეც სრულად პულსირებადი დენის და მიკრო ამპერი. ანუ შეხედე ახლა კომონიდან გამოდის ყველა, ანუ მილიამპერი აქ უნდა დავაყენოთ, ამპერი ამ ორში ჩავსვამთ, ახლა ვოლტაჟი ნახეთ, ვოლტი კომ. ჩავსვით ეს ვოლტაჟი კომო. ჩვენ გვაქვს აი დაბა. ეს ტესტ პანელი ქვია, ელექტრომექანიკოსის ტესტ პანელი. აი ნახეთ, AC სამფაზიანი, სრულად დენის სამფაზიანი. ნახეთ, სამი ფაზა, ამასაც დასვები აქვს, რომ ეს ტესტ პანელია. აი შეხედეთ, სამფაზიანი 220, აი ნახეთ, 223 ამპერი, ორფაზიანი 220 და 24 ვოლტი. აი ნახეთ, ტერმინალი. მოდი შევუდგეთ ახლა ესენი ჩავდოთ ჩვენ რომ აქ ძაბვა გქონდეს ყველა. ხვდავთ. ჯერ ვიწყებთ. აი ნახეთ. სრულად დენი. აჰა, ნებისმიერი ორი ფაზა. ნებისმიერ ორ ფაზაში აქ თხილად და ლამაზად, ხო? 452.6 ვოლტი. აი გადმოვიტანოთ ეს აქეთ 450 ეს აქეთ დაუშვათ 450 აი მოვაშოროთ всё ხო? აი იგივე პრინციპი სრულად დენზე 220 220 კი ბატონო გადავიტანოთ 221 კი ბატონო აი ეხლა ორი ფაზა 220 ხო ჩვეულებრივად 223 ვოლტი კი ბატონო აი შეხედეთ ეხლა ჩვენ გვინდა DC direct current მუდმივი დენი ტესტ პანელზე გადაგყავს ეს მაჩვენებელი DC-ზე ჩვეულებრივად და ჩვენ -23 56 მინუს 24 ვოლტი თითქმის. მინუსი რატო? აი ნახეთ, წითელი მე აქეთ მაქშავზე, აი შევცვალოთ ახლა პოლარობა, რომ სწორად აღიქვას ჩვენმა მულტიმეტრმა. всё, მინუსი მოშორდა. ეს არაა პრობლემა, მინუსი იქნება თუ პლუსი, მთავარია მოდიოდეს ჩვენთან ძაბვა. აი ეს შეხედეთ ახლა წინაღობის ნახეთ. წინაღობა როცა არ გვაქვს, ნახეთ ეს ორი ხო? წინაღობა როცა არ გვაქვს, ეს არის
ანუ არაა კონტაქტი, წინაღობა მაქსიმალური. ნახეთ, ერთმანეთს მივადოთ ეს, ნახეთ. ერთმანეთს მივადოთ ეს და ჩვეულებრივად გვაქვს მოკლე შერთვა და ან პრაზმონკის დროს კაბელს რო ვამოწმებთ, კაბელის სიმთელეს თავით და ბოლოს რო ნახულობთ, რომ კაბელი არის მთელი. აი ნახეთ, ახლა ესეც ასე. შემდეგ, აი ნახეთ, ეხლა ხმა უნდა კონდეს, ნახეთ. ანუ ხმითაც რომ მივხვდეთ, რომ კაბელი არის მთელი ან რაღაცა წინაღობა, იმას ამ ვამოწმებთ. ეს უკვე ნახეთ, დიოდის შემოწმება. ეს უკვე მისი ავტორეინჯით აკეთებს მეგაომი იქნება, ნუ ნახეთ. კილოომი ომი. ჩვეულებრივად ეხლა ეს ჩვენ ეს ტესტ პანელი გავზომეთ, დავფიშოთ. ესე გამოიყენება ჩვენი ტესტერი მულტიმეტრი, ეგრეთ წოდებული. აი ამას ეხლა ვფიშავთ. ეხლა ამ მილიამპერის და იმის შემდეგ აგიხსნით რა როგორ რანაირად კეთდება. ეს ეხლა რაც შეეხებოდა ძაბვა, ეს წინაღობა იქნება თუ რაც იქნება თუ კაბელის სიგრძის ან სიმთელის შემოწმება თუ სადმე არ გვაქვს დაზიანებული. აი დავუშვათ ელემენტარული. აი ნახეთ ეხლა ამაზე რო ვაყენებ ჩვენ ეს ხმოვანი, რა ქვია შეხედა, აი დავუშვათ, გვაქვს აი ესეთი პატარა და რომ ჩვენ იდენტიფიკაცია მოვახდინოთ, კაბელის სწორია გვაქვს ეხლავე როგორ გამოიყენება. აი დავუშვათ ერთი წვერი დავადებით ნებისმიერ კაბელს და მეორე წვერზე გვინდა რომ ეს ეგ რომელი გვაქვს ჩვენ. ეს კარგად დავადოთ. აი ნახეთ, ეს კაბელი გვაქვს ეს, როზეტში აქეთ არაფერი არ გვაქვს. ახლა ეს კაბელი გავაკეთოთ. ეს ეხლა ეს უნდა იყოს. აქ კონტაქტი კარგად გავაკეთოთ. ბატონო, ეს კაბელი გვაქვს, დავუშვათ მთელი გვაქვს ჩვენ. ანუ ეს რო შევამოწმოთ კაბელის მხოლოდ ეს ძაბვის გარეშე, ეს ძაბვაზე, არაფერზე არა, უბრალოდ კაბელი რო გავსინჯოთ. ვარგა, არ ვარგა, გვაქვს თუ არ გვაქვს წრედი თუ იკვრება. ეს რაც შეეხება ამ ჩვენ მულტიმეტრს.